მოგესალმებით, ეს გადაცემა ბიზნეს პორტრეტია, ტრადიციულად მე მის წამყვანი ანის ოხაძე გახლავართ და დღეს ვიმყოფებით კომპანია გრედაში და ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი გახლავთ გრედა სტრატეგიული განვითარებისა და კომუნიკაციების ხელმძღვანელი ირინა კომეთიანი. მოგესალმებით და ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ დატვირთულ გრაფიკში გამონახეთ დრო ჩემთვის. ანა, მოგესალმებით პირიქით, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ შესაძლებლობისთვის, რომ რაღაცნაირად ენერგეტიკა ცოტა სხვა რაკურსით დავანახოთ. კი ბატონო, და საზოგადოების ცნობიერებაც ავამალოთ ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ცოტა რთული სფეროა, ასე რომ ვთქვათ, თუმცა დღეს ორი რესპონდენტი მეყოლება და ორივე ქალი. და ესეც ძალიან საინტერესოა ამ სფეროსთან მიმართებით. მოდით თქვენგან დავიწყოთ თქვენი ისტორია, როგორ მოხდა თქვენი და ამ სფეროს თანაკვეთა. მე ენერგეტიკის სფეროში, ესე კომუნიკაციების მიმართულებით დაახლოებით 10 წელზე მეტი მუშაობის სტაჟი მაქვს. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად ეს იყო უფრო პროფესიული არჩევანი, რომ არის ძალიან საინტერესო სტრატეგიული სექტორი, ახალი ადამიანები, რთული თემები, მაგრამ ძალიან მალე გავიაზრე, რომ ენერგეტიკა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი სფერო. ეს ცოტა უფრო მრავლის მომცველია, ეხება ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკას, გარემოს, ადამიანებს, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, ხო, ჩვენს კეთილდღეობას, ჩვენი თაობების მომავალს, გრად მომავალს, რაც მთავარია და ხვდები, რომ შენ ხარ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის ნაწილი. იმ პროცესის, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება. და ამ პროცესში, როდესაც შენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, თუნდაც ერთ პატარა აგურს დებ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. და ჩემთვის იმდენად ძვირფასი აღმოჩნდა, რომ სიმართლე გითხრათ, სხვა არაერთი შემოთავაზებისა ვერ დავწმეს ვერაფრით. ძალიან საინტერესო. რადგან აუცილებლად უნდა აღვნიშნო მაპატიეთ ენერგეტიკა. ეს არის სფერო, რომელსაც სიღრმისეულად რომ ეცნობი, მე ბოლომდე მისი ერთგული რჩები აუცილებლად. ერთი შეხედვით შორიდან რთულად გამოიყურება ეს ყველაფერი. საინტერესო თქვენ ამნიშნეთ, რომ 10 წელია ამ სფეროში ხართ უკვე. აი ეს ტრანსფერი საიდან მოხდა? სად მუშაობდით მანამდე? უბრალოდ საინტერესოა, როგორ მოხდა თქვენი? ძალიან საინტერესოა ჩემი ზუსტად ეს ტრანსფერი, რომ მე მუშაობდი ერთ-ერთ ბანკში. ხო, და საბანკო მიმართულებიდან ესე აღმოჩნდი, თუმცა ამ ბანკში მუშაობა მანც იქონია ძალიან დიდი გავლენა ჩემი პროფესიის ამ მომავალი პროფესიის არჩევაში, რომ კი, მივხვდი, რომ ადამიანებთან ურთიერთობა არის ჩემი ძალიან საყვარელი და ჩემი საქმე, ასე ვთქვათ. თქვენ სფეროში დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კომუნიკაციას. ყოფილა თუ არა შემთხვევა, როდესაც რაღაცა ის მასშტაბურ პროექტში აი ამ კომუნიკაციის სწორმა ფორმამ განსაზღვრა მისი მიმდინარეობა ან შედეგი. პირველ რიგში მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ იმისთვის, რომ თქვენ სწორად ასე დაიწყეთ კითხვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჩვენ სფეროში. შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაცია ენერგეტიკული პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ენერგეტიკა მოგეხსენებათ და როგორც აღნიშნეთ უკვე არის საკმაოდ რთული ინდუსტრია, თავისი რთული ტერმინოლოგიით, რთული კონცეფციებით და როდესაც ადამიანებს არ აქვთ ისე ვთქვათ მკაფიო ახსნა პროექტების შესახებ, პროექტის მიზნებზე, მის სარგებელზე, მის შესაძლო გავლენებზე, რა თქმა უნდა, იქ ჩნდება, აუცილებლად ჩნდება ვარაუდები და სივრცე გაურკვევლობისთვის და ხშირად სამწუხაროდ მიზანმიმართული დეზინფორმაციისთვისაც. სწორედ ამიტომაც არის კრიტიკული კომუნიკაცია, რომ ადამიანებს მივაწოდოთ დროულად გამჭვირვალე და სწორი კომუნიკაცია, რომ არ დარჩეს სივრცე ამ ვარაუდებისთვის. მე ამას სწორედ რომ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოგახსენებთ, რადგან არაერთი შემთხვევა ყოფილა ასეთი. როდესაც ადამიანები იგებენ რაღაც ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, ხო? იქ ძალიან ბუნებრივია, როცა ჩდება კითხვა, რომ ანუ რა გავლენას იქონიებს ის ჩემზე. ჩემს ცხოვრებაზე, ჩემს მომავალზე. ეს ძალიან სწორია და ძალიან ბუნებრივია, ძალიან მივესალმებით ჩვენ ამ კითხვების გაჩენას, მაგრამ ამ კითხვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეს კონკრეტული პასუხები. როდესაც
როდესაც უკვე დიალოგში გადადის მოსახლეობასა და დაუშვათ ინვესტორს შორის, ხო, კომუნიკაცია. ეს ღია დიალოგი იძლევა დობის შექმნის საშუალებას. როდესაც ადამიანებს აქვთ სწორი ინფორმაცია ამა თუ იმ პროექტის შესახებ, ხო, რა თქმა უნდა, მათი განწყობები იცვლება და უკვე პროტესტი შეიძლება ითქვას ხშირ შემთხვევაში მქონია ასეთი ის, რომ გადადის უკვე კეთილგანწყობაში და ისინი რეალურად თვითონ ხდებიან ამ პროცესის მონაწილეები. რა თქმა უნდა, როდესაც იგებ, რომ ამა თუ იმ პროექტს შენთვის როგორც ადგილობრივად ისე შენი ქვეყნისთვისაც სარგებელი მოაქვს და დადებითი ცვლილებები მოაქვს, ხო? რა თქმა უნდა, ამ პროცესის თანამონაწილე ხდები. როდის იგრძენით რეალურად პირველად, რომ ძალიან დიდი გავლენის მატარებელი შეიძლებოდა ეს სფერო ყოფილიყო და რა იყო ის გარდამტეხი ეტაპი, რამაც ესე ენთუზიაზმით გადაგისროლოთ ამ სფეროში? ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. თუმცა იცით როგორ ერთ მომენტს ესე გამიჭირდება ალბათ რომ გამოვყო. იმიტომ რომ ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ვგრძნობ, რომ ის სფერო, ის საქმიანობა, სადაც მე ვარ, ძალიან ბევრ დადებით გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრებაზე. ნახეთ, ყოფილა შემთხვევა, რომ მაგალითად მოსწავლე წერს, რომ იცით, თქვენთან შეხვედრის შემდეგ გადავწყვეტე, რომ ენერგეტიკაში გავაგრძელო, ასე ვთქვათ, საქმიანობა, პროფესია შევისწავლო, ან თუნდაც რეგიონიდან ადამიანი გირეკავს და გეუბნება, იცით რა, იქრედას მიერ დანერგილმა მზის პანელების მემონტაჟის კურსმა მისი ცხოვრება შეცვალა და დღეს მას აქვს სტაბილური მაღალანაზღაურება და ძალიან მოთხოვნადი პროფესია. ეს ყველაფერი, როდესაც ხედავ, რომ შენი საქმიანობა რეალურ შედეგს დებს და ქმნის, ძალიან დიდ მოტივაციას. თქვენი ზიანთებული ლაპარაკობთ ამ სფეროზე, ჩემთვის ეს სფერო იყო აბსოლუტურად აბსოლუტურად შორს ჩემგან. არასოდეს მიფიქრია, არ დავინტერესებულ ვარ, მაგრამ ხო, ხედავთ, მე ვთქვი, რომ იმდენად შეყარებული ხდები ამ სფეროზე, რომ ზუსტად ესეთი გულანთებული საუბრო, უკვე შენი საქმიანობა კი არა, შენი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ მე მჯერა, რომ თავისუფლება სწორედ ამაში მდგომარეობს, როდესაც საკუთარ საქმეს ამ სიყვარულით და ამ ენთუზიაზმით აკეთებ. ამ კითხვას ყოველთვის სვამ, როდესაც მყავს ქალი რესპონდენტები და არც თქვენ იქნებით გამონაკლისი და თქვენს კითხავთ ტრადიციის სამეფო. ეს ტენდენცია ცოტათი გადავარდა ახლა უკვე, მაგრამ მაინც სადღაც იჩენს ხოლმე ქართულ ბაზარზეც და არა მარტო ქართულ ბაზარზე თავს. როდესაც ქალი ხარ, მსგავს სფეროებში მუდმივად გჭირდება იყო მტკიცებით ფორმატში. ხშირად ხდება ასე. თქვენ შემთხვევაში ეს გზა როგორი იყო? გეთანხმებით, ნამდვილად ასეა და ისტორიულადაც პრინციპში ჩვენი სფერო განსაკუთრებით, ხო, ენერგეტიკა ყოველთვის მძიმე ინდუსტრიად ითვლებოდა და წლების განმავლობაში და ახლაც ხვდებით ხოლმე არაერთ სტერეოტიპს მასთან დაკავშირებულს. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მთელი ჩვენი ენერგეტიკული ისტორიის მანძილზე ქალები ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ამ ისტორიაში და დღესაც ასრულებენ ძალიან მნიშვნელოვან როლს. თანამედროვე ენერგეტიკა ეს არ არის მხოლოდ რაღაცა როგორც უკვე აღნიშნეთ, მძიმე ინდუსტრიის, ხო? ეს არის მრავალმხრივი სფერო. დღეს ჩვენ საუბრობთ ინჟინერიაზე, ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, მენეჯმენტზე, კომუნიკაციაზე, ხო? ანუ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ გამოვყოთ როგორც რაღაც გამონაკლისი. რადგან ვფიქრობ და მჯერა, რომ წარმატება არის მხოლოდ კომპეტენციაზე დამოკიდებული. როდესაც საკითხი არ უნდა დადგეს ისე ვინ მუშაობს. ანუ რამდენად კომპეტენტურია და რამდენად მრავალფეროვანია გუნდი, რომელიც წარმატებულ შედეგს დებს. თქვენ თქვით, რომ ქალების როლი ძალიან გაიზარდა და მნიშვნელოვანი გახდა ამ სფეროში. ტენდენცია რამდენად შეინიშნება, თქვათ, ქალების დასაქმება იგივე ამ სფეროში, ქალების ინტერესი ამ სფეროში? ჩვენ ყავს ჩვენთან გუნდში ერთი არაჩვეულებრივი თანამშრომელი, რომელიც თქვენს გადაცემაშიც იქნება, რომელიც თავად არის ჰიდროენერგეტიკოსი ქალი.
ჩვენი დიდი სიამაყე. გავიცნობთ. აუცილებლად და განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას დატოვებს თქვენზე და მაყურებელზე, ამაში დარწმუნებული ვარ. ქალების დასაქმება იზრდება და კიდევ აუცილებლად მინდა რომ აღვნიშნო ეს საკითხიც, რომ ჩვენ ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ვაკეთებთ პროექტს, საგანმანათლებლო პროექტს მწვანე მომავალი, ანუ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება, განახლებადი ენერგიის, გარემოს დაცვის მიმართულებით და ასევე თუ რა პერსპექტივები არის დასაქმების მიმართულებით ჩვენ სფეროში. და სხვათა შორის ძალიან ბევრი ახალგაზრდა გოგონა გამოხატავს სურვილს, რომ ჩაერთოს ამ სფეროში, როგორც ისტორია ინჟინერიის, ასევე სხვა მიმართულებით. აქედან რომ გავალ შეიძლება ერთ-ერთი ვიყო. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ნამდვილად. თუ რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ენერგეტიკაში. რამდენი სფეროთი არ დავინტერესებულა, მაგრამ რასაც არ მომიდგენთ. ძალიან მიხარია. საინტერესოა საზოგადოების ქცევა და დამოკიდებულება ბოლო წლების განმავლობაში ამ სფეროსთან მიმართებით და რამდენად ამაღლებულია ცნობიერება წელს სხვა წლებთან შედარებით მაგალითად. აუცილებლად უნდა აღვნიშნო გრედას ჩართულობა ამ მიმართულებით, იმიტომ რომ რეალურად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისა გრედას დაარსების საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციისა სწორედ ეს იყო, რომ ცნობიერების ამაღლებას მომსახურებოდა ეს პლატფორმა. ჩვენ ყოველწლიურად ჩვენი პარტნიორების დახმარებით, ჩვენი შესაძლებლობებით ვაკეთებთ ხოლმე არაერთ პროექტს ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა დღითი დღე შედეგებს ვხედავთ, თავისთავად ცხადია და დღეს უკვე რაღაცა შორეულ განყენებული თემა აღარ არის ენერგეტიკა. ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებად იქცა. ადამიანები ინტერესდებიან, ბევრი კითხვა უჩნდებათ და ნუ ეს რა თქმა უნდა ინფორმაციის ხელმისაწვდომობამ გამოიწვია, თავისთავად ცხადია, ესეც გვეხმარება, მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ დღეს ეს ინფორმაციის წვდომა როგორც სწორი, არასწორი ინფორმაციაზეც გვაქვს სამწუხაროდ და ძალიან ბევრი დეзинფორმაციაც ძალიან გასაფილტრი ამბავია ეს. ძალიან ბევრი დეзинფორმაცია ვრცელდება და აი ისევ და ისევ მივიდივართ იქეთკენ, რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ამ ყველაფერში, რომ ჩვენ ადამიანებს მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, თუ რა სარგებლობა მოაქვს განახლებადი ენერგიის განვითარებას ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე საერთაშორისო დონეზე. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი პოტენციალი განახლებადი ენერგიის, ჩვენ შეგვიძლია არა მხოლოდ თვითკმარი ქვეყანა ვიყოთ, არამედ შევქმნათ პროდუქტი, რომელსაც გავიტანთ ევროპულ ბაზრებზე და გვექნება ძალიან მაღალი შემოსავალი. ანუ ამ მიმართულებით დიდი მომავალი გვაქვს. აუცილებლად გარე ფაქტორების ხელშეწყობა გჭირდებათ ამისთვის. დიახ, ამისათვის არის ერთობლივი მუშაობა საჭირო, იმისათვის რომ გავხდეთ ენერგოდამოუკიდებლები, ამისთვის გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბრებთ. ძალიან დიდი მადლობა და ჩვენ გადავინაცვლებთ იმ საამაყო თანამშრომელთან, რომელიც თქვენ ახსენეთ და გავიცნობთ მასაც. ძალიან დიდი მადლობა თქვენ რომ იყავით ჩემთან ერთად. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ ყველაფრისთვის. და აი გადმოვინაცვლეთ მატა გორდეზიანთან, პროექტების მენეჯერთან. დიდი მადლობა თქვენს, რომ ხართ ჩემთან ერთად. მადლობა თქვენ. თქვენზე ბევრი მოვისმინეთ უკვე. და მაყურებელმა გაგიცნოთ. თუმცა კიდევ უფრო ახლოს რომ გავიცნოთ თქვენ და თქვენი საქმიანობა, თქვენი პროფესიული არჩევანის შესახებაც მინდა რომ მომიყვეთ, იმიტომ რომ ჩვენ ვისაუბრებთ, რომ ეს არის ის მძიმე სფერო, სადაც ქალები ასე ხელშესახებად ბევრი არ არიან. თქვენი პროფესიული არჩევანის შესახებ რომ გითხრათ და რა სირთულეებს წააწყდით პროცესში, როცა ეუფლებოდით ამ სფეროს? კი ბატონო, მოგესალმებით. პირველ რიგში ძალიან მიხარია თქვენთან ერთად რომ ვარ დღეს. რაც შეეხება ჩემ პროფესიულ არჩევანს და როგორ აღმოჩნდი ამ სფეროში, ეს იყო უფრო, ასე რომ ვთქვათ, მამაჩემის რჩევა დარიგებით გამოწვეული. თუმცა მაშინ, როცა დავთანხმდი მამაჩემის რჩევას და როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში, მაშინ კარგად არ მქონდა გაანალიზებული რეალურად რასთან მექნებოდა შეხება. კარგად მაინც ვერ წარმოვედგინა, რას ნიშნავდა ეს ენერგეტიკა. უბრალოდ ვიცოდი, რომ აი ეს პერსპექტიული დარგი, სადაც შეგიძლია რომ კარგი განვითარება ნახო და იყო წარმატებული. თუმცა აი ამ სიღრმეებში თუ რას მომიტანდა რეალურად
დეტალურად ეს ენერგეტიკა, ამას მაშინ ვერ ვაანალიზებდი. უფრო ეს გაანალიზება მოვიდა მაშინ, როცა ჩავაბარე მაგისტრატურაზე და ჰიდრომიმართულება ავირჩიე და წავედი, ასე რომ ვთქვათ, ჰიდროენერგეტიკაში. კურსზე ალბათ გოგო ხო? კი, ხო. ნამდვილად. თუმცა ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო ესეც და როცა დავიწყე მაგისტრატურაზე ჰიდრომიმართულებით სწავლა, მან მივხვდი, რომ მე ვიყავი და ის იყო და თქვენი შეხვედრა მოხდა. კი, ნამდვილად ესეთი შეგრძნება დამეუფლა, მაშინ დავიწყე პირველად მუშაობაც ამ დარგში და რეალურად უკვე თეორიული ცოდნა, რაც მიღებული მქონდა, დავაკავშირე პრაქტიკულ ცოდნას და როცა ეს პრაქტიკული ცოდნა შემეძინა და დავინახე თუ რამდენად ყველაფრის მომცველი სფერო იყო, მაშინ მივხვდი, რომ ეს ის სფერო არის, სადაც შემიძლია რომ მთელი ცხოვრება გავატარო და მთელი ცხოვრების განმავლობაში რაღაცა ახალი აღმოვაჩინა მუდამ. და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, გავაანალიზე თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ენერგეტიკას ქვეყნისთვის და ქვეყნის განვითარებისთვის და ესეც ყოველთვის მაძლევს мотиваციას ძალიან დამღლელი სამუშაო დღეების შემდეგ. ესეც მაძლევს мотиваციას, რომ გავაგრძელო, იმიტომ რომ ვიცი, რომ რაღაცა ერთ ჩემ პატარა აგურს დგამ ქვეყნის განვითარებისთვის, რაღაც სასარგებლოს ვაკეთებ და ესეც ძალიან ისეთი სასიამოვნო შეგრძნება არის დამღლელი დღის ბოლოს. ხო, თქვენს ისეთი ენთუზიაზმით ლაპარაკობთ ამ ყველაფერზე, თან ცოტა მეუცნაურება და თან ძალიან საინტერესოა. ეს არის ალბათ ის აღმოჩენაც, რაც მე მქონდა ენერგეტიკაში შემოსვლის შემდეგ, რომ თავიდან ვუყურებდი, როგორც აი ძალიან ტექნიკურ საგანს, ტექნიკურ დარგს, რომელიც არის უმეტესწილად ინჟინერიასთან მხოლოდ დაკავშირებული და მეგონა, რომ რაღაცა აი უფრო ესეთი მანქანა არის, რომელიც ავტომატურად თავისით მუშაობს. თუმცა როცა შეაბიჯებ ამ დარგში და უფრო სიღრმეებში დაინახავ, მიხვდები, რომ ეს არ არის უბრალოდ მანქანა, ეს არის ძალიან ცოცხალი ორგანიზმი. ვინმეს უკავშირებთ იმას, რომ ეს სფერო შეგაყვარათ, ანუ იყო თქვა თქვენთვის ვიღაც მასწავლებელი ისეთი, ვინც იმდენად სწორად მოგაწოდათ ინფორმაცია, რომ იგრძელეთ მისი არსი რეალურად. ძალიან გამიმართლა ამ ხრივ, რომ ჯერ იყო მაგისტრატურაზე შეხვდნენ ძალიან კარგი ლექტორები, რომლებსაც ფაქტობრივად აშენებული აქვს საქართველოს ენერგეტიკა წინა საუკუნეში, გასულ საუკუნეში, გასულ საუკუნის ბოლოს. შემდეგ ყველა სამსახურში, სადაც ვიმუშავე, შეხვდნენ ძალიან კარგი ადამიანები, ძალიან კარგი ასე რომ ვთქვათ, კოლექტივი და საზოგადოება იყო ყველგან, სადაც წავედი, ასევე გრედაში ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ რეალურად ეს ამ ადამიანურმა ურთიერთობებმაც ძალიან გამოიწვია კიდევ უფრო დიდი დაინტერესება, რა თქმა უნდა, ამ სფეროში და ვფიქრობ, რომ ენერგეტიკა არა მხოლოდ იმით გამოირჩევა, რომ ძალიან საინტერესო დარგია, არამედ იმითაც გამოირჩევა, რომ ძალიან კარგი ხალხიც მუშაობს აქ ნამდვილად. ისგანაც შეგიძლია მუდმივად რომ რაღაც შთაგონება მიიღო. როგორ გონიათ ამ სფეროში ასე ლოკალურად საქართველოს ბაზარზე დარჩებით? თუ გაქვთ რაღაც სხვა გეგმები, თუ ეს არის ის, რაც გაინტერესებთ და ამ ენთუზიაზმით ხართ, რომ საკუთარ ქვეყანაში შეიტანოთ სული? კი, ნამდვილად ამ ენთუზიაზმით ვარ, ყოველთვის მქონდა სურვილი, რომ რაღაცა ისეთი მეკეთებინა, რაც ამ ქვეყანას გამოადგებოდა და რაც ჩემ პატარა წვლილს შევიტანდი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებაში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ჩემთვის. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო არის, რომ წახვიდე უცხოეთში და იქაც რაღაცა ახალი გამოცდილება მიიღო და შესაძლებლობები შეიძლება იქ გაცილებით უფრო მეტი იყოს, ვიდრე ჩვენ ქვეყანაში არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა საქართველოს იმ ეტაპზე არის ენერგეტიკის განვითარების სწორად, რომ აი რაღაცა გარდამტეხი ეტაპი არის, სადაც ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ აი სწორედ ეხლა უნდა ვიყოთ ამ დარგის ერთგულები და ეხლა უნდა ანუ თქვენავთ, რომ საქართველოს ბაზარი იძლევა იმის საშუალებას, რომ სრულფასოვნად შეისწავლო ეს სფერო და ეს დარგი. შესწავლას რაც შეეხება მონდომებაზეც არის ალბათ. მონდომებაზეც არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული შესაძლებლობები არსებობს. შეიძლება უცხოეთის ქვეყნებში უფრო მარტივი იყოს ეს პროცესი, ასე რომ ვთქვათ, თუმცა საქართველოშიც, რა თქმა უნდა, თუ გექნება სურვილი, აუცილებლად არის ამის შესაძლებლობა, რომ ეს უნარჩვევები, ასე რომ ვთქვათ, მიიღო. გამოარჩევდით თუ არა და გაიხსენებდით თუ არა თქვენი მოღვაწეობის პერიოდში რამე განსაკუთრებულ პროექტს, რომელმაც შეიძლება თქვენი კარიერული განვითარება შეცვალა, ან თქვენი ცნობიერება შეცვალა, ან სხვა კუთხით დაინახეთ კიდევ ეს სფერო.
კი ბატონო, გამოვარჩევდი ნამდვილად ალბათ იმ მომენტს, როცა ასე რომ ვთქვათ, ჩემი გამოცდილების გაზიარება დაიწყე სხვა ადამიანებთან, როცა გავაკეთეთ საგანმანათლებლო პროექტები და ცნობიერების ამაღლების პროექტები, იმიტომ რომ თავიდანვე როცა დაიწყე ამ დარგში მუშაობა, ყოველთვის რაღაცნაირად გულს მტკენდა ხოლმე ის, რომ ძალიან ცუდად არის მონათლული ბევრი ადამიანის თვალში ეს დარგი, რაც საკმაოდ დიდწლიანი დეзинფორმაციის შედეგი არის საბოლოო ჯამში და ყოველთვის ვცდილობდი ჩემ მეგობრებთანაც, ჩემ ახლობლებთანაც, რომ დავემტკიცებინა, რომ არა, ეს ყველაფერი ისე არ არის, როგორც თქვენ გონიათ. და აი ამ საგანმანათლებლო პროექტებმა რეალურად დამანახა თუ რამხელა მნიშვნელობა შეიძლება იქონიოს სწორმა კომუნიკაციამ და ადამიანებთან ობიექტურად, გულწრფელად გასაგებ ენაზე აი ამ საკითხების ახსნა და მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკა შეიძლება ძალიან ჩახვართული და ისეთი რთული ტექნიკური დარგი გვეჩვენოს, როცა გასაგებ ენაზე სწორი კომუნიკაციით უხსნი ადამიანს, ამ კომუნიკაციას შეუძლია, რომ ესეთი შედეგი გამოიღოს, რომ პირიქით ხშირად მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან ადამიანები და გვეუბნებოდნენ მასწავლებლები, რომ აი ძალიან დიდი მადლობა, რომ აგვიხსენით ეს ყველაფერი, მე საერთოდ სხვანაირად მეგონა და თურმე სხვანაირად ყოფილა და როგორი მნიშვნელოვანი დარგია თურმე საქართველოსთვის ეს ყველაფერი და ეს ძალიან რაღაცა ისეთი ემოციური გარდატეხა იყო ჩემთვის, რომ აი აქვს შედეგი იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. მატა, რა არის ისეთი რამ ამ სფეროში, რაც გარედან მაყურებელ თვალს არ წარმოუდგენია, რომ ამ სფეროში შეიძლება რომ იყოს. ალბათ ის რამდენად ყველაფრის მომცველი არის ეს სფერო და რამდენ სხვადასხვა ადამიანს აერთიანებს, რამდენი სხვადასხვა პროფესიის ადამიანს აერთიანებს. შეიძლება იყო ინჟინერი, შეიძლება იყო ტექნიკოსი, შეიძლება იყო ფინანსისტი, იურისტი, გარემოს დამცველი. მაგრამ მაინც ამოყო თავი ამ სფეროში. უამრავი თითქმის ყველა სფეროს წარმომადგენელი შეიძლება იყო ერთი სამედიცინოსი ალბათ არა, მაგრამ ნებისმიერ თითქმის ყველა მიმართულებით შეგიძლია რომ ამ სფეროში დასაქმდე და ძალიან საინტერესო კარიერა მოიწყო ამ სფეროში. ერთი ეს იყო ძალიან საინტერესო აღმოჩენა და ასევე იყო ის თუ რამხელა მასშტაბები აქვს რეალურად ამ სფეროს და რამხელა ზეგავლენა აქვს ქვეყნის განვითარებაზე ენერგეტიკას, იმიტომ რომ რეალურად ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკა და ნებისმიერი ქვეყნის სტაბილური განვითარება არის დღესდღეობით უკვე 21 საუკუნეში ენერგეტიკული რესურსების სტაბილურობაზე და ენერგეტიკული რესურსების ხელმისაწვდომობაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ელექტროენერგიის გარეშე უკვე არც ერთი დარგის განვითარება არ წარმოგვიდგენია, ზოგადად ცხოვრება არ წარმოგვიდგენია და აი ამ მასშტაბების ახმა იყო ალბათ ძალიან ისეთი შთამაგონებელი ჩემთვის. ძალიან დიდი მადლობა, მატა. მეც განსხვავებული შეხედულებებით მივდივარ აქედან და სხვა ენერგეტიკაში. ნახოთ. ძალიან უჩვეულო იქნება ალბათ ჩემი აქ მოხვედრა. დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან და წარმატებას გისურვებთ ბევრს.